პირველი შეხება ამ ლამაზმანთან რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე მქონდა, როდესაც M-Experience-ი ჩატარდა და ასე ვთქვათ, სლალომი ვიარეთ ამ ავტომობილით. ჩემში ინტერესი თავიდანვე გამოიწვია, იმიტომ რომ ძალიან კარგი სამართავი იყო სლალომის გზაზე. მე უკვე გამიჩნდა სურვილი, რომ უფრო კარგად შემეცნო და მენახა რა შეუძლია და არის თუ არა ნამდვილი M-ი. ზოგადად M-ი რა არის BMW-ისთვის? M-ი არის ხაზი, რომელიც არის შექმნილი ადამიანებისთვის, ვისთვისაც მართვა არის სიამოვნება. და ამ ავტომობილის მართვაც დამერწმუნეთ, რომ ნამდვილად ერთი სიამოვნება არის. ხშირად არის ხოლმე, რომ აკრიტიკებენ BMW-ს დიზაინერებს, რომ აი რა თუნდოდა ამხელა ცხაურა, არ მოგწონს, ესეთია, ისეთია. მეც გამიკრიტიკებია ადრე გადაცემაშიც მithქვამს, რომ არ მომწონს თქო, მაგრამ დროდადრო რომ უკეთესად შევიცნობთ, მე რო ხვდებით, რომ ლამაზია. და ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ ის ადამიანებიც კი, ვინც ამ ავტომობილს აკრიტიკებდა და იძახდა, რომ აი არ მოგწონს და რაღაც BMW-მ შეცვალა და აღარ არის ესეთი ბრუტალური და აგრესიული, საბოლოოდ მაინც BMW-ს ყიდულობენ. ზუსტად ანალოგიურად ვფიქრობ მეც, თავიდან, როდესაც ფოტოებში ვხედავდი ხოლმე ახალ მოდელებს, G-სერიაზე მაქვს საუბარი, არ მომწონდა, მაგრამ როდესაც ახლოს მივდივარ და შევიცნობ ამ ავტომობილს, მე ძალიან მომწონს. იმიტომ რომ უხეში ხასიათი აქვს და ვიზუალურადაც ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ავტომობილია. ყოველთვის. ერთადერთი ავტომობილი ალბათ, რომელზეც შემიძლია ვთქვა, რომ ვიზუალურად არ მომწონს თქო, არის i3. ბოდის მოუხდი i3-ის პატრონებს, მაგრამ რა ვქნა. დანარჩენი მე არ მახსოვს BMW-ს რომელიმე ავტომობილი, რომელიმე ძარა, რომელიც ლამაზი არ არის და კარგად არ გამოიყურება. ორიოდე სიტყვით ტექნიკურ ნაწილსაც შევეხოთ, ავტომობილი არის აღჭურვილი 3-დან 2 ლიტრის მოცულობის ბენზინის შიდაწვის ძრავით. ეს იცით რომელი ძრავი არის? ყველა ძალიან რო უყვარს. B58 არის ზუსტად. არის twin turbo და გამოიმუშავებს 398 ცხენის ძალას და 540 ნიუტონს. საკმაოდ კარგი მაჩვენებელია ციფრებში. და მას ასევე ეხმარება mild hybrid-ის სისტემა და რა არის ეს mild hybrid-ის სისტემა, მაგასაც ავხსნი. Mild hybrid-ის სისტემა არის ძალიან მარტივი ჰიბრიდული სისტემა, რომელიც ავტომობილს ეხმარება მყისიერ აჩქარებაში. ასე ვთქვათ, სტარტის დროს ან აჩქარების დროს ავტომობილს საერთოდ არ აქვს დანაკარგი. ძალიან საინტერესო და კარგი სისტემაა, მეც გამოვცადე და ნამდვილად კარგად და გამართულად მუშაობს. და ყისიერი აჩქარება აქვს დაბალ ბრუნებზეც კი. დაბალ ბრუნებზე ზოგადად ტურბირებულ ძრავებს უჭირთ ძალიან აჩქარება, ვინაიდან და რადგანაც ხშირია ხოლმე ტურბოლაგი. ამ ავტომობილს ტურბოლაგი საერთოდ არ აქვს და ყველა დიაპაზონში ძალიან კარგად ჩქარდება. ყველაზე მთავარი, როდესაც BMW-ის შეძენას ვფიქრობთ, ანუ არჩევთ, ანუ ათვალიერებთ ფოტოებში, ან სადმე ნახეთ, დავინახეთ ქუჩაში შევამჩნიეთ, ყოველთვის ყველას მოგწონს მისი წინა ნაწილი და მისი ბრუტალური გამოხედვა. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ბრუტალურია, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ ამ ავტომობილმა ბრუტალურობა დაკარგა. წინა ძარა F97 მე ძალიან მომწონდა. ეს უფრო კლასიკურ სტილში და კლასიკურ დიზაინში არის, მაგრამ ძალიან მომწონს და ბრუტალური გამოხედვა, ასე ვთქვათ, შერჩენილი აქვს ისე. ერთადერთი, რაც მე ამ ავტომობილის წინა მხარეს არ მომეწონა და რომელიც არის ჩემი პირადი აზრი და შეიძლება სხვა საერთოდ არც აინტერესებდეს და არც აღელვებდეს ეს ფაქტი. მოკლედ, აქ აქვს გრილი, რომელსაც არ აქვს ბადე. და ეს ბადეს არ ქონა იწევს შიგნით კენჭების შევარდნას და ეხლაც შიგნით ძალიან ბევრი კენჭი ყრია და ძალიან რთული გამოსაღებია მე იქიდან კენჭები. ნუ შეიძლებოდა რომ პატარა ბადე გაგვეკეთებინა და ეს პრობლემაც მოგვარდებოდა. მით უმეტეს, როდესაც ეს გრილი არის ფუნქციონალური. ძალიან მომწონს BMW-ის დისკები და ზოგადად ისიც მინდა აღვნიშნო, რომ BMW არის ერთადერთი ბრენდი, რომელსაც აქვს ძალიან საინტერესო და ძალიან ლამაზი დისკები.
ალბათ BMW-ის მოყვარულები ამაში დამეთანხმებიან და ძალიან ხშირია ხოლმე, როდესაც BMW-ის სხვადასხვა მოდელის დისკებს სხვადასხვა მოდელებზე აყენებენ და თითქმის ყველა მოდელი აი ამ ჩანაცვლებას, დისკების ჩანაცვლებას ძალიან იხდენს ხოლმე. ეს დისკებიც ძალიან მომწონს ისიც რომ ორ ფერში არის. თუ კარგად დავაკვირდებით, ასევე ჩანს რომ საკმაოდ აეროდინამიული არის და ეს უკანა ნაწილის დახრაც ძალიან უხდება. დანარჩენი ძალიან მინიმალისტური არის და არაფერი ზედმეტი ამ ავტომობილს არ აქვს და აი ეს ძალიან მომწონს, იმიტომ რომ არაფერი არ აქვს ისეთი, რამაც შეიძლება რომ გამაღიზიანოს. ძალიან სადა და კლასიკური არის. როგორც მოგეხსენებათ, X3 G45 ძარაზე M ვერსია აღარ გამოვა. მაგრამ ყავს M50, რომელზეც იმუშავა M დივიზია და როგორც M-ი, ისიც აღჭურვილი არის უკეთესი დაკიდების სისტემით, უკეთესი სამუხრუჭე სისტემით და შეიძლება ითქვას, რომ M პერფორმანსი არის რა. ყველა ბრენდთან ბოლო პერიოდში მაქვს ხოლმე საკმაოდ ისეთი დიდი პრეტენზიები, რომ რატო არ აკეთებთ ლამაზ გამშვებ სისტემებს თქო და BMW-სთან მსგავსი პრეტენზია არასდროს არ მქონია. ყოველთვის ყველაზე გამორჩეული გამშვები სისტემა ქონდა ხოლმე და ყოველთვის ყველაზე ლამაზი მაყუჩები ქონდა ხოლმე BMW-ს. და ასევე ძალიან მომწონს ეს დიფუზორიც, რომელზეც ძალიან ხშირ შემთხვევაში კამათობენ ხოლმე BMW-ს მოყვარულები და იძახიან ხოლმე რომ არ მოგწონსო, მაგრამ ახლა რა ხდება მაგასაც მოგიყვებით. ხო კამათობენ ერთმანეთში, იძახიან არ მომწონს, ესეთი არ უნდა იყოს, რას დაამსგავსეს და რაღაცა. საბოლოოდ ყველა მაინც შედის ონლაინ გამოწერის საიტზე, ყიდულობს ესეთ დიფუზორს და თავის ავტომობილზე აყენებს. ანუ თუ არ მოგწონთ, მაშინ რატო აყენებთ? მაგას ვერ ხვდები. შესაბამისად BMW მიზრუნა უკვე ამაზე და გააქვთ ეს დიფუზორი და შეირგეთ. SUV-ს და მით უმეტეს ესეთი ფორმის SUV-ს ძალიან უხდება სპოილერი და ამ ავტომობილსაც ეს სპოილერი ძალიან ლამაზად აქვს აქ გამოყვანილი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ეს ფრთა დაბოლოება. რომელიც ძალიან ბევრ ავტომობილს არ აქვს ხოლმე და რაც ეს სპოილერი ობოლი ბავშვივით დგას ხოლმე მარტო ეს გამოჩხერილი. აქ ძალიან მომწონს, ძალიან ლამაზად არის გაკეთებული და ძალიან კოხტად არის გაკეთებული და ერთადერთი აქაც აი ამას დავმალავდი. იქ ზოგადად ისეთი ადამიანები ყიდულობენ ხოლმე, ვისთვისაც ავტომობილის საბარგულის ტევადობა მნიშვნელოვანი არის. ამ ავტომობილის საბარგული საკმაოდ ტევადი არის. აქ გვაქვს 12 ვოლტიანი პორტი, გვაქვს განათება, გვაქვს ასევე ჩანთის სამაგრი და გვაქვს სათადარიგო საბურავიც. საკმაოდ ტევადი საბარგული აქვს და მე ვფიქრობ, რომ 4-ვე მგზავრის ხელბარგი თამამად შეგვიძლია რომ ჩავატიოთ. ასევე გვაქვს ყველასთვის საყვარელი ფეხით გაღების და დაკეტვის ფუნქციაც. გადმოვინახოთ ინტერიერში. პირველი რასაც ხედავ, ეს არის საჭე, რომელიც ძალიან მომწონს, არის საკმაოდ ბუთქუნა, ხელში კომფორტულად ჯდება. პადალ შიფტერები, რომელიც არის საჭეზე განთავსებული და ესეც მომწონს, იმიტომ რომ საჭის დატრიალების დროს არის ძალიან კომფორტული სიჩქარის შეცვლა. არ გვაქვს სტანდარტული, ასე ვთქვათ, ძველი სტილის დეშბორდი, გვაქვს დისპლეი, ასევე გვაქვს მულტიმედია, საიდანაც შეგვიძლია რაღაცეების არჩევა, რეჟიმების ჩართვა, გამორთვა, პერსონალურად ჩვენს თავზე ამ რეჟიმების მორგება და ასე შემდეგ. ნუ ძალიან ბევრი ფუნქცია აქვს, ამას ახლა არ ჩაუღრმავდები. დეშბორდზე გადავინაცვლოთ, ძალიან ინფორმატიული არის, თვითონ გამოსახულება ძალიან კარგია და მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ ხა მზემა ჭყიდებს თვალებში, ყველაფერი კარგად ჩანს, თუმეტეს რომ მზის სათვალეც მიკეთია, იდეალურად ჩანს ყველაფერიც და
დიზაინიც ოკეია რა. BMW ამ მოდელში რადიკალურად შეცვალა ყველაფერი. საერთოდ ყველაფერი შეცვალა ინტერიერში და ტიპიურ BMW-ს აღარ გავს. ბევრისთვის ეს ცოტა უცნაური იყო და ბევრმა ადამიანმა გამოთქვა ის აზრიც, რომ არ მოგწონსო. მე პირიქით მივესალმები, რაც უფრო ახალ რაღაცას დანერგავენ და რაც უფრო ახალ დიზაინს შემოიღებენ. კარგი არის, იმიტომ რომ ძველი რაღაცეები ადამიანებს გუბეზრდება ხოლმე და ხანდახან სიახლეებით საჭიროა ხოლმე. აი ეს კარის გასაღები, ასე ვთქვა, ძალიან ბევრს არ მოსწონთ ასევე ეს მატერია. და სიმართლე გითხრათ, მეც დიდად ვერ აღფრთოვანდი ამ მატერიით, მაგრამ ოკეი რა. სიარულის დროს ძალიან კომფორტული არის, არ არის ბრაგუნა და რაც უნდა აღვნიშნო, საჭის რეაქცია აქვს ძალიან კარგი. და ეს ავტომობილი წინამორბედ F97 ზარასთან შედარებით გახდა შედარებით უფრო უსაფრთხო. ანუ ამით რისი თქმა მინდა. ძალიან ბევრი დამხმარე სისტემა არსებობს, ძალიან ჭკვიანი გახდა ასევე და იდიოტი უნდა იყო, რომ BMW-ი დღეს დაიმტვრე ან რაღაც მოგივიდეს. კი, ძალიან ჩქარი არის და ძალიან მყისიერი აჩქარება აქვს, მაგრამ ყველანაირად ხარ დაცული და ყველანაირი ელექტრო მოწყობილობა არსებობს ამ მანქანაში იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი შეცდომა გაპატიოს. ძალიან ბევრი ადამიანი ახალ ავტომობილებში აჰეითებს ხოლმე სენსორულ ღილაკებს და არ მოსწონთ, რომ ჩვეულებრივი სტანდარტული ღილაკებისგან წავიდნენ და სენსორულ ღილაკებზე გადავიდნენ. ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი ვაწვალე და უბრალოდ მაინტერესებდა ჭედავდა თუ არა, რამდენად კარგად აჭერდი ხელს და მუშაობდა და ყველაფერი არის ოკეი რა, არც ჭედავს, საკმაოდ მარტივი გამოსაყენებელი არის და ძალიან მომწონს ეს პანელი, რომელსაც აქვს გრადაცია, ავარიულის დროს წითლად ანათებს და რეჟიმების დროს იცვლის ასევე ფერებს. მესმის რომ ავტომოყვარულებს ავტომობილებში გვინდა რომ ყველაფერი იდეალური იყოს და ყველაფერი ისე იყოს როგორც ჩვენ ვისურვებდით, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ესე არ არის ხოლმე და ძალიან ბევრი კომპანია თავისი გემოვნებიდან გამომდინარე და საწარმოო მატერიალებიდან გამომდინარე გვთავაზობს ხოლმე ისეთ რაღაცებს, რაც ხანდახან არ მოგწონს, მაგრამ BMW გვთავაზობს ყოველთვის ერთ ძალიან მაგარ რაღაცას. და ეს ერთი ძალიან მაგარი რაღაც არის უბრალოდ ასობგერა ემი. ყოველთვის გინდა რომ აი ეს გააკეთო. როდესაც BMW-ზე ვჭდები და მით უმეტეს თუ ეს არის ემი, უბრალოდ ხასიათი მეცვლება რა. ცუდ ხასიათზე რო ვიყო, კარგ ხასიათზე ვდგები. რაღაცა ფიქრებში რო ვიყო, საერთოდ ვივიწყებ ყველაფერს და მანქანასთან ერთად ვიწყებ, ასე ვთქვათ, მანქანა ხდება ჩემი ნაწილი და რაც მინდა რომ გააკეთო, ზუსტად იმას აკეთებს. ეს ხმა, სასწაული ხმა აქვს რა, აღნიშნე კიდევაც რომ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო გამშვების სისტემა აქვს BMW-ის თქვა და ეს ნამდვილად ესე არის. დრო გადის, ბრენდები ვითარდებიან, ავტომწარმოებლები ახალ რაღაცეებს გვთავაზობენ, BMW-ც არ არის ამ შემთხვევაში გამონაკლისი, მაგრამ ყველაზე მეტად მიხარია და მახარებს ის ფაქტი, რომ BMW-ს M ხაზი და M დივიზია ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე არის და ყოველთვის ავტომოყვარულებს და BMW-ის მოყვარულებს გვთავაზობს ისეთ ავტომობილებს, რომლებიც უბრალოდ სიამოვნებას გვანიჭებენ და უბრალოდ სულ ყველა სახასიათო ავტომობილია. არც ერთი ემი არ არის ჩვეულებრივი ავტომობილი. ყველა ემი არის შექმნილი იმისთვის, რომ შენ მაქსიმალური სიამოვნება მიიღო მართვის დროს.